კვარაცხელიას და ნერეშის კონკურენცია. ანტონიო კონტეს შეფასება ამ საკითხზე. ლუკაკუ ქართველთან თამაშზე. დავითაშვილის ტრაუმის მდგომარეობა და მიქაუტაძის წვრთნელის კომენტარი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ იმით, რომ სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მერვე ტურისთვის მზადება ნაპოლიში უკვე დაიწყო. ნეაპოლში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ხვიჩა შესაძლოა ემპოლის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს. ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი ის არის, რომ კვარაცხელიამ ნაკრებში შეუცვლელად ორი შეხვედრა ჩაატარა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ანტონიო კონტემ მას დასვენების საშუალება მისცეს და მხოლოდ შეცვლაზე გამოიყენოს. ეს შეუულებრივი საკითხია, თუმცა მეორე მიზეზი გაცილებით საყურადღებოა. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება ქართველის და დავით ნერეშის კონკურენციაზე. ბევრი მას ხვიჩას შემცვლელად მოიაზრებს. მით უფრო, რომ კვარაცხელიას და ნაპოლის შორის ახალი კონტრაქტის დადება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის გათვალისწინებით იტალიაში ფიქრობენ, რომ ნაპოლიმ შესაძლოა კვარაცხელიას გაყიდვაზე და ნერეშის სასტარტო შემადგენლობაში დაწინაურებაზე იფიქროს. კვარაცხელიას ნერეშით ჩანაცვლების საკითხზე ანტონიო კონტემ ემპოლისთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი საინტერესო კომენტარის მოსმენამდე არ დაგესაროს, დამითმე ზუსტად 2 წამი. დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე. ნერეში გუნდში მოსვლიდან დღემდე სულ სხვა ფეხბურთელია. როცა იცი, რომ უნდა წახვიდე და ტრანსფერს ელოდები, გინდა ვარჯიში, მაგრამ გონებით მაინც ცოტა სხვაგან ხარ. დღეს კი ნერეში არის ფეხბურთელი, რომლის სათადარიგო სკამსე დატოვება მიჭირს. ამ მომენტში დილემა მას და ხვიჩას შორისაა. თვისებებიდან, შემტევი უნარებიდან, ასევე ბურთის გარეშე თამაშის თავგანწირვისადმი მიდრეკილებით. უნდა გვესმოდეს, რომ ბალანსი ყველაფრის საფუძველია. ეჯგარეშია, რომ ნერეს შეუძლია ძირითად შემადგენლობაში თამაში და მზადაა. ჩვენ ახლახან დავიწყეთ გუნდის რეკონსტრუქცია. ჯანსაღი კონკურენცია საჭიროა. ყველა მიცის, რომ მის უკან ვიღაც არის და ამიტომ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. სწორედ ასე უნდა დავაბრუნოთ ნაპოლი დიდ სიმაღლეზე. რა შთაბეჭდილება დაგჭათ კონტეს კომენტარით? შეცვლის თუ არა კვარას ნერეშით? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქვე გეტყვით, რომ ასევე საინტერესო კომენტარი გააკეთა ნაპოლის თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან თამაში ისე უმარტივდება, როგორც ლაუტარო მარტინესთან. იტალიაში რომ წამოვედი, კონტემ პირველივე შეხვედრაზე პირდაპირ მითხრა. მომისმინე, ჩემს სათამაშო სისტემაში ბურთს დიდხანს ვერ შეინარჩუნებ. მაშინვე პასი უნდა გააკეთო. ლაუტაროსავით არ უნდა ითამაშო. იმ მომენტიდან მე და ლაუტარომ ვიცოდით, რომ პასები ერთმანეთისთვის უნდა მიგვეცა. მისი თვისებები ჩემს ასერგებოდა, ისევე როგორც კონტეს სათამაშო სისტემა. განუწყვეტლივ ვარჯიშობდით ერთმანეთში პასებზე. ამიტომაც ზუსტად ვიცოდი, სად გაიხსნებოდა, ისევე როგორც ნებისმიერი ფეხბურთელი, ვინც მას შესვლიდა. ახლა იგივე ხდება კვარაცხელიასთან. ეს არის ის, რასაც ანტონიო კონტე აკეთებს, თანაგუნდელებს ერთმანეთთან ათამაშებს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. ნაპოლი 20 ოქტომბერს სტუმრად ემპოლის დაუპირისპირდება და იმედია, რომ ქართველი თამაშს ძირითადიდან დაიწყებს და მის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს. ამასთან ეს შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ქართველების დუელიც ვიხილოთ. ემპოლის რიგებშია შესანიშნავ ფორმაში მყოფი საბა გოგლიჩიძე. აღსანიშნავია ისიც, რომ 20 წლის ქართველი მცველის ფასი უკვე 16 ჯერ გაიზარდა და 300,000-ის დაცვლად მისი ფასი 5 მილიონი ევროა. ქართველი მცველი, რა თქმა უნდა, უკვე სხვადასხვა კლუბებს დაუკავშირეს. მათ შორის ყველაზე აქტიურად მილანი სახელდება. მოკლედ 20 ოქტომბერს ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველოდება. ემპოლი ნაპოლის შეხვედრა საქართველოს დროით 3:30-ზე დაიწყება. ახლა კი საფრანგეთი და ასევე შესანიშნავ ფორმაში მყოფი ზურიგო დავითაშვილი, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ სენტ-ეტიენში დაბრუნდა და ლანსთან შეხვედრისთვის ემზადება. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ამ დაპირისპირების წინ წვრთნელთან ერთად პრესკონფერენციაზე წარსდგა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის იმ ტრაუმის სიმძიმეზე, რომელიც ალბანეთთან მიიღო. იყო რაღაც ვარიანტები, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი არჩევანი იყო სენტ-ეტიენი, ვიცოდი სად მოვდიოდი, რამხელა კლუბი იყო, გარემო, მახსოვს ის თამაში, რომელიც ბორდოს საერთოდ ვითამაში აქ და დავმარცხდით და ასე ვთქვათ, ყველაფერი გაცნობილი ვიყავი და აქ იმის მოვედი, რომ გულს დავეხმარო იმ მიზნებში, რა მიზნებიც აქვთ. ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით, ვესაუბრო ვილისაც და ადელსაც ამ თემაზე და რა თქმა უნდა
ყველაფერი დადებითი მითხრეს სენტეტიენზე და ქონდა რაღაც საუბრები, ვისაუბრეთ და უფრო დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში ეს ყველაფერი. მე ვამაყობ რომ ვარ რა თქმა უნდა ქართველი, ეს არის დიდი ბედნიერება და ეს ყველაფერი არის ის ოცნება, რომელიც მთელი ბავშვობა მქონდა რომ ჩემი ქვეყნის მაისური მეტარებინა და ზოგადად ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა ქვეყნის გარეთაც თუნდაც არა მარტო ნაკრების მაისურით. და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა და ამაყი ვარ რომ ვარ ქართველი. მთელი ბავშვობა ფეხბურთს დავუთმეთ, მეც და მამაჩემაც, ანუ ასე ვთქვათ, მამაჩემაც ჩემ აღზრდაში ჩადო ყველაფერი და მისი რა თქმა უნდა დიდი დამსახურებაა რომ ჩამოყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად. მოგონებები ის მაქვს რომ ძალიან ბევრს ვარჯიშობდი მთელი ბავშვობა, რა თქმა უნდა მამაჩემის დახმარებით ის მირჩევდა ყველაფერს, რა უნდა გამეკეთებინა როგორ და ეს ყველაფერი დამეხმარა სამომავლოდ რომ ცოდნო და რა უნდა გამეკეთებინა და როგორ. და ჩემი აზრით 80-90% მისი დამსახურებაა ის ბავშვობაში რაც მასწავლა რომ პროფესიონალ ფეხბურთელი ვარ დღეს. ჩემთვის ალბათ კარგი სტარტია, კარგი დასაწყისია სეზონის. ასე ვთქვათ, რო ითქვათ სეზონის დაწყების წინ რო ესეთი სტატისტიკა გექნებაო, თქო უნდა ხელს მოაწერდი ამ ყველაფერს და ვიტყოდი რომ კი თანახმოვანი მეთქი და ეხლა უფრო მეტი მინდა გუნდს რო დავეხმარო, ჩემი სტატისტიკას გავაუმჯობესო და ამ ყველაფერით ვიცი რომ გუნდს დავეხმარები და ასე ვთქვათ ის შედეგები რაც გვინდა ის ყველაფერი იქნება და იმედია რომ ესე გავაგრძელებ და ესე გავაგრძელებ გუნდ თამაში როგორც სიტყვაზე ბოლო თამაში იყო. თუ არ დამარცხდი ისე წარმატებას ვერ მიაღწევ და თუ არ გაიგე ამის გემო რა თქმა უნდა წარე იყო ეს მარცხი 8-0 ამას რა თქმა უნდა არაფერი არ ამართლებს, მაგრამ თუ არ დამარცხდი და თუ არ ისწავლე შეცდომებზე ისე რთულია რომ რაღაც მოვიდეს და შეიძლება კი არა ამან უფრო გავაძლიერა რა ამან უფრო გავაძლიერა. საოცრება იყო მართლაც ყველაფერს ანუ ყველა რომ ასე ვთქვათ გილოცავდა და ზუსტად ამისთვის თამაშობ ფეხბურთს, ამიტომ აკეთებ ყველაფერს შრომობ რომ ეს ყველაფერი დაგიფასდეს და ძალიან დიდი სიხარული იყო რომ ზუსტად ამ თამაშით რაღაც ეს ერთი რაღაც ეტაპი ასე ვთქვათ დამიფასდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი და რაც შეეხება თვითონ გუნდში ეს განცდები ასე ვთქვათ ერთად არ ყოფილვარ, იმიტომ რომ მე წავედი ნაკრების შეკრებაზე და გუში ვნახე პირველად ამ თამაშის მერე ბიჭები მწვრთნელებინა, ასე ვთქვათ გარემო ძალიან კარგი იქნება და ეჭვი არ მეპარება. რა თქმა უნდა ლანს ძალიან კარგი გუნდია, ეს ყველაფერი ვიცით, გავლილი გვაქვს ეს ყველაფერი თლიანად გუნდს მწვრთნელებთან ერთად და ჩემი აზრით კარგი თამაში იქნება, ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად შევეცდებით სახში ვთამაშობთ და სახში ძალიან კარგად გამოგდის თამაში და მაქსიმალურად შევეცდებით რომ ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ ყველაფერი რომ ჩვენთვის სასურველად დამთავრდეს. და სახლის თამაშებს ზოგადად და ყველა თამაში გავდივარ და მაქსიმუმს ვაკეთებ და ეხაც მაქსიმუმს გავაკეთებ და მე ხლა ჩემი აზრით კარგ ფორმაში ვარ, ბოლო თამაში მქონდა რაღაც პატარა პრობლემა ბოლო წუთებზე აი რაც ვისაუბრეთ ფეხებთან დაკავშირებით, მაგრამ 100% მცდად ვარ, არაფერი არ მაწუხებს და ფიზიკურადაც კარგად ვარ. პირიქით ხანდახან მეხმარება ეს მალმალე როა თამაშები, მეხმარება უფრო ფორმის შენარჩუნებაში და იმ ფორმაში შესვლისთვის, ანუ ოპტიმალურ ფორმაში შესვლისთვის, როგორც ვთამაშობ და როგორც მოსწონთ ხალხს. შეგახსენებთ, რომ სენტ-ეტიენს საფრანგეთის ლიგა 1-ის 7 ტურში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა. სურიგო დავითაშვილს კი 7 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, რითაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია. სენტ-ეტიენის დაპირისპირება 19 ოქტომბერს გაიმართება. ლიგა 1-ის მერვე ტურში ასევე გაიმართება კიდევ ერთი ქართველის, გიორგი მიქაუტაძის, ლიონის და ჰავრის შეხვედრა. რა თქმა უნდა, ყვალაველოდებით, რომ 23 წლის ქართველი ფორვარდის უიღბლო სერია შეწყდება და მის პირველ საგოლე მოქმედებას ვიხილავთ ლიონის რიგებში. კარგია ის ფაქტი, რომ ლიონის მწვრთნელს ჯერა, რომ ქართველი შედეგიანად ათამაშებას მალე შეძლებს. ამის შესახებ
პიერსაჟმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა. გიორგის მიმართ უდიდესი მოლოდინი და წნეხია. ვფიქრობ, ის ლიონში მოტივირებული დაბრუნდა. პირველ შეხვედრაში მან გოლის გატანა ვერ მოახერხა. ამის კარგი შესაძლებლობა რენთან შეხვედრაში ჰქონდა, მაგრამ პენალტიდან ვერ გაიტანა. საგოლე მომენტები ამის შემდეგაც ჰქონდა, თუმცა მისი მოსალოდნელი გოლის ინდექსი უდიდესია იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე არ გაუტანია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც იპოვის თავის ადგილს. ამჟამად გუნდთან შეწყობისა და შეთამაშების პროცესშია. იმედია, რომ ქართველი თავის გამოჩენას 20 ოქტომბერს შეძლებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ლიონი ევროპა ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც 24 ოქტომბერს ბეშიქტაშს უმასპინძლებს. წარმატებები უსურვოთ ქართველ ფეხბურთელებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. დაესწარი კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.